მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ჩავწერ მიწისტიქის ნიშნების წარმომადგენლებისთვის ერთვიან პროგნოზს. გავარკვევ ჯანმრთელობას, კარიერას, განვითარებას და რა თქმა უნდა სიყვარულს. ჯანმრთელობა, რადგან პირველი ვთქვი, როგორც ჩანს, შესაძლებელია ამ ეტაპზე ბევრი თქვენგანისთვის, ასე ვთქვათ, არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი და მოდი ჩავწერვეთ ტიპი კარტები გამოჩნდეს. ნახოთ ერთი თვის პროგნოზი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გექნებათ. მგონი ეს ჩანს. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ შესაძლებელი არის თქვენს ჯანმრთელობას სჭირდებოდეს მეთვალყურეობა ჯანმრთელობის მდგომარეობას. შეიძლება ერთი თვის განმავლობაში მოგიწევს რაღაცების გადაკონტროლება, აქ სერიოზული არაფერი არ ჩანს და ძალიან მიხარია. თუმცა შესაძლებელი არის გარკვეული პრობლემების წარმოქმნა და რჩევა არის ესეთი, რომ დროული რეაგირება ყველაფერს მოაგვარებს. შესაძლებელია რაღაც თანხები დაგჭირდეთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ უნდა იყოთ მზად. აქ გოგოებო შესაძლებელი არის რაღაცა დაფარული დაავადება მიმდინარეობდეს და არ იცოდეთ და რაღაცნაირად მოულოდნელად გაიგოთ ამის შესახებ. ან ვინც უკვე იცით, რადგან საჯარო არის გაშლა, უბრალოდ გააკონტროლეთ, გადაიღეთ, რაღაცის გადაღებაც არის საჭირო, ან ანალიზები აიღეთ. აქ ყველაფერი ისეთი არის, რაც ხშირად არ მჟღავდება და რაც დროში ჩანს. აქ კარგი იქნება თუ მიაქცევთ ყურადღებას საჭმლის მომნელებელი სისტემასაც, ასევე ხალხური პრობლემები შეგეძლიათ დაჯავშნოთ, ასე ვთქვათ, ვიზიტი გინეკოლოგთან და უნდა იცოდეთ, რომ ამ საკითხში შესაძლებელი არის ძალიან კარგი რჩევები მოგცეთ. ცოტა ვიბნევი და რატო ხართ ესე გოგოებო? მეხსიერებასთან ხომ არ გაქვთ პრობლემები? აქ რამოდენიმე ისეთი იქნება, ვისაც რაღაცნაირად გაფანტულობის შეგრძნება აქვს ხშირად და უჭირს კონცენტრაცია ერთ საკითხზე. აქ იცით რა არის, რადგან საჯაროა განმეორდები, სხვადასხვა საკითხები წამოიწია, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ საკითხზე კარგი იქნება თუ რაღაცები გავიწყდებათ ხშირად, აი ამ კუთხითაც მიხედოთ. თუნდაც რა ვიცი, შევსოთ კროსვორდები ან რა ვიცი, მოიძიოთ ინფორმაცია მეხსიერებასთან დაკავშირებით. ანუ ერთი ეს არის, მეორე არის აი ეს კუთვნაძალზე გითხარით და დაფარული სახის დაავადებებზე. ოღონდ არ არის აქ საშიში. ყველაზე მთავარი ეს არის, უბრალოდ რაღაცა შეიძლება იყოს ქრონიკულიც, რასაც სჭირდება მეთვალყურეობა გარკვეული პერიოდების განმავლობაში, რომ გადაამოწმოთ. ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა იცოდეთ, რომ სხვათა შორის აი ამ თქვენ პრობლემასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგ რჩევებსაც მიიღებთ, ასევე სწორი მიდგომა გექნებათ, რაღაცა სწორი გზით წახვალთ, აქამდე თუ რაღაცებს არ აქცევდით ყურადღებას, ამ ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტად იქნებით მობილიზებული. და მინდა ვთქვა, რომ მარტო არ ხართ, თქვენ გვერდით არის ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება, რომ ხარი დაგეჭიროთ ყველაფერში, თუნდაც დაგეხმაროთ მატერიალურად და რაღაცნაირად იმედი უნდა გქონდეთ ამ პიროვნების. ბევრისთვის ეს არის მეგობარი, საყვარელი მეგობარი, ბევრისთვის ეს არის პარტნიორი. კარგი, მოდი რაღაცა არ მაცდის. როგორც ჩანს, ახლა მეორე უნდა გავშალო უკვე პირადზე. აქ შესაძლებელი არის
ბევრი თქვენგანი დაშორდა ვიღაც პარტნიორს და იმ დაშორების შემდეგ სხვათა შორის აღმოაჩინა თავის თავში ბევრი ახალი ან შესაძლებელი არის ამ ადამიანთან დაშორების შემდეგ სრულიად სხვა, თუნდაც ბიზნესი წამოიწყეთ, რაღაც ის мотиваცია უნდა ყოფილიყო ვიღაც ადამიანთან დასრულებული ურთიერთობა და რადგან ისევ გამოჩნდა ეს ადამიანი, ამ ერთი თვის განმავლობაში უნდა იცოდეთ, რომ ვიღაც პიროვნება კვლავ გააქტიურდება. მოდი ახლა უფრო ჩავშალოთ და ვნახოთ, რას გვაჩვენებენ კარტები, რაღაც ცოტა დეპრესიული მეჩვენებით. ზოგი განიცდის რაღაცა სიყვარულის ნაკლებობას ან თავის ჩარჩოებში ამოქცეული და რაღაცნაირად გახსნა უჭირს ადამიანთან განსაკუთრებით ნდობა. ერთი თვის პროგნოზი როგორი იქნება მიწის სტიქის წარმომადგენლებისთვის სიყვარულის კუთხით ნახოთ. აი ნახეთ ისევ იგივე ადამიანი ამოვიდა. არაფერი არ ხდება ტყუილად. ზუსტად რაზეც წეღან ვისაუბრე. მოკლედ უნდა იცოდეთ, რომ ადამიანი ვისთანაც თვლით ეხლა აი ამ გაშლის მომენტში, რომ ყველაფერი არის დასრულებული, რომ ის ადამიანი წავიდა და სამუდამოდ წავიდა და არ დაბრუნდება, უნდა იცოდეთ, ჩემო მეგობრებო, რომ ეს არის სიცრუე. რადგან ერთი თვის განმავლობაში ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება და უნდა იცოდეთ, რომ თუ ახლა თქვენ გგონიათ, რომ ეს პიროვნება თქვენგან როცა წავიდა რაღაცა ძალიან მაგრად გრძნობს თავს და ასე ვთქვათ, ახალი სიყვარული აქვს ისეთი, რომ აი ეს არც არ გახსენებთ თქვენ არსად და რაღაცა ძალიან ცდებით. მინდა ვთქვა, რომ ეს პიროვნება როდესაც მოვა ერთი თვის განმავლობაში ზუსტად აი ამ სიტუაციაზე დაგელაპარაკებად რაღაცებს აგიხსნით, ან წასვლის მიზეზებზე გაგესაუბრებათ. აქ შესაძლებელი არის, როდესაც ეს ადამიანი იყო თქვენ ცხოვრებაში სხვა ადამიანიც ყოფილიყო და ისეთი ზოგს შესაძლებელი არის სტაბილური ურთიერთობა ქონოდა და ამიტომ ამ ადამიანმა თავი შეიკავა და არ უნდოდა რომ რაღაცები დაენგრია და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. მინდა იცოდეთ, რომ ამ ადამიანს წასვლა ძალიან გაუჭირდა და დღემდე ძალიან განიცდის. უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანი კვლავ გადაინოთ თვალყურს და აი რაღაცა უბრალო გამლელი კი არ იყო. სამყარო თulis, რომ ძალიან დიდი მიზეზი აქვს მის გამოჩენას ზოგადად თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია მოხდა და ალბათ თქვენც აკვირდებით და ამ ერთი თვის განმავლობაში ამ ადამიანის გამოჩენა ახალ თავსატეხს კი გაგიჩენთ, მაგრამ რას ვიზავთ, ესე არის. სამყაროსგან შესაძლებელია ამ ადამიანს საერთოდ მოულოდნელად შეხვდეთ. შეიძლება თუნდაც აი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთად იმგზავროთ, ავიცი მეტრო რატო წავიდა. შეიძლება მეტროზე ერთ ვაგონში აღმოჩნდეთ, აი რაღაცა ძალიან მოულოდნელი გადაკვეთა გექნებათ და ესა ორივეს აგაფორიაქებთ. და ამის მერე დაიწყება მისი გულწრფელი საუბრები. აი ეს რაღაცისთვის უნდა იყოთ მზად. აქ ბევრი მიყურებს გათხოვილი ადამიანიც, ვისაც თავისი ცხოვრება აქვს უკვე, მაგრამ აი არსებობს მის წარსულში ადამიანი, რომელიც მაინც გარკვეულ სტოვებს დღემდე. ასეთი ამბებია სიყვარულის ხრობ. ახალი ნაცნობად და არაფერი ახლა მე არ მიჩანს ამ ერთი თვის გომოში, რომც ვინმე გაიცნოთ არ იქნება მნიშვნელოვანი და ამიტომ არ მოჩვენა კარტებმა. და ასე ახლა უკვე ვიკითხავ სამსახურზე, კარიერაზე, ნახოთ რა მოხდება. როგორი მდგომარეობა გექნებათ ერთი თვის განმავლობაში. სამსახური, კარიერა, მატერიალური საკითხები ნახოთ. ცოტათი კონფლიქტური სიტუაციები არის მოსალოდნელი და კარგი იქნება თუ მაქსიმალურად ეცდებით, რომ თავიდან აირიდოთ. აქ შესაძლებელი არის ძველი დრო გინატრებოდეთ ხოლმე, ძველი პერიოდი, როგორც ჩანს, უფრო მეტი მოგება გქონდათ ადრე და მატერიალურად უფრო კარგად იყავით ამ ერთი თვის განმავლობაში, რომ ვთქვა რაღაცა ისეთი პროგრესი იქნება, ან რაღაც დამატებითი შემოსავალი,
არ იქნება მიუხედავად ამის ძალიან ძლიერი ადამიანები მიყურებთ და უნდა იცოდეთ რომ თქვენ გაქვთ უნარი მიუხედავად ის რომ შეიძლება ძალიან გარკვეულ ემოციებში, გაურკვეველ ემოციებში იყოთ და არ იცოდეთ რამდენად უზად ხართ, სადაც ხართ იქ დასარჩენად და ასე შემდეგ, თქვენ ხართ საკმაოდ კარგი დიპლომატი, გაქვთ ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი, ადამიანების დარწმუნება შეგიძლიათ. Აი ეს უნარი უნდა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ძველი, ასე ვთქვათ, დიდება დაიბრუნოთ. მოუხმეთ გონებას, ნუ აყვებით ემოციებს, დაუჯარეთ, მოусმინეთ თქვენ თავს. ამ ყველაფერს თუ გაითვალისწინებთ, თქვენ საწადელს მიაღწევთ. თავარია არ დაიბნეთ, თავარია არ გადავარდეთ რაღაცა წარსულის მოგონებებში, სევდებში და ამბებში. აწმყოთი იხემძღვანელეთ, აწმყოში რომ გააკეთებთ კარგ ნაბიჯებს, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სამომავლოდ კაი შედეგი დაიდება. უბრალოდ აქ იცით რა არის, ძალიან ბევრია მსურველი თქვენი კონკურენტები ამ საქმიანობაში, რომ თავი გაგრძნობინოთ თქვენ არასაკმარისად ან რაღაცა ისე, რომ კონფლიქტურად განგაწყონ, ასე ვთქვათ, და არ აყვეთ თქვენ თავს მოусმინეთ, აი ესეთი რჩევა არის. მადლობას გიხდით. შემდეგ უკვე დაგვრჩება ჰაერის სტიქია და ამასაც არა, ჰაერი არა, წყლის სტიქია დაგვრჩება და ამასაც ჩაგიწერეთ ამ დღეებში. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ, რომ ხართ ჩემ გვერდით და დროებით.